შუალედური არჩევნები 2013. პოლიტიკური დებატები რადიო ძველი ქალაქის ეთერში. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იმსჯელებენ, იკამათებენ, განიხილავენ წინასაარჩევნო პროგრამებს. მოусმინეთ მათ, ვინც საქართველოს პარლამენტში შესაძლოა თქვენი ხმა იყოს. შუალედური არჩევნები 2013. მოგესალმებით რადიო მსმენელები 27 აპრილის შუალედური არჩევნები უკვე დასრულებულია და შესაბამისად ძველი ქალაქის პროექტის წინასაარჩევნო დებატები 2013 რეგიონულ სადისკუსიო სივრცეში დასკვნით გადაცემას წარმოგიდგენთ, რომელიც IFS-ისა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდებოდა. მეხუთე დასკვნითი გადაცემა სტუდიის მიღმა მომზადდა. გამომდინარე იქედან, რომ ძველი ქალაქის პირდაპირ ეთერამდე ვერადავერ მოვიყვანეთ შუალედურ არჩევნებში, ჯერ როგორც კანდიდატები დებატებში მონაწილეობის მისაღებად, მოგვიანებით კი როგორც გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატები იმ თემებზე სასაუბროთ, თურის გაკეთებას აპირებენ ბაღდათის რაიონში პაატაკ იქნაველიძე და სამტრედიაში გიორგი კახიანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ზოგადად იმ რაიონებისთვის, რომელთა ელექტორატის უმრავლესობამ მანდატი ქართული ოცნების წარმომადგენლებს ანდოთ საქართველოს პარლამენტში. რადიო ძველი ქალაქი პროექტის ფარგლებში ფორმატის დარღვევით ესტუმრა მშობლიურ რაიონებში გამარჯვებულ მაჟორიტარ დეპუტატებს და მათი ინტერვიუებიც ადგილზე ჩაწერა. პირველად წარმოგიდგენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში სამტრედიის ხმას საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნებიდან გიორგი კახიანს, რომელიც სოფელ ეწერში სპეციალურად ჩასულ გადამღებ ჯგუფს ესაუბრება 27 აპრილის შუალედური არჩევნების მნიშვნელობაზე, იმ პრობლემების გადაჭრაზე, რაც დღეს სამტრედიის რაიონის ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში, იმიტომ რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიან გარემოში, თანასწორ პირობებში და მე ვფიქრობ, ამას ჩვენი ოპონენტებიც აღიარებენ. რაიმე სახის არსებით დარღვევებზე საუბარი მე მგონი ზედმეტია. რა თქმა უნდა, არჩევნები გარკვეული პროცედურული დარღვევების გარეშე წარმოუდგენელი არის და ესეთებს ადგილი ჰქონდა, თუმცა ისეთი არაფერი ყოფილა, რომ რაიმე არსებითი გავლენა ჰქონოდა არჩევნების შედეგებზე. რაც შეეხება მოლოდინს, მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვქონდა მოლოდინი, იმიტომ რომ მთელი ხნის განმავლობაში, მთელი წინასაარჩევნო აგიტაციის პერიოდში, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებდით მოსახლეობასთან, ჩვენ ვზნობდით ძალიან დიდ მხარდაჭერას, დიდ თანადგომას, მოლოდინის შესაბამისიც იყო და რა თქმა უნდა, ეს არჩევნების შედეგებზეც აისახა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, შეხვედრების განმავლობაში, რომელიც მოსახლეობასთან ჰქონდა, ცხადია ის პრობლემები კიდევ ერთხელ ცალსახა და თვალნათელი გახდა ჩემთვის. მე არაერთხელ მithქვამს, რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრი პრობლემაა და პრობლემა ფაქტობრივად ყველა სფეროში არსებობს. ძალზედ მნიშვნელოვანი რაც არის, მე მინდა ვთქვა, რომ ამ პრობლემების დიდი ნაწილი ეს არის ის პრობლემები და ის საკითხები, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არის გადასაწყვეტი. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ადგილობრივი ხელისუფლება დაკომპლექტებული არის მთლიანად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებით. მე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნების შემდგომ ისინი შესაბამის დასკვნას, შესაბამის ანალიზს გააკეთებენ. ცხადია, არჩევნებმა ისიც აჩვენა იმავდროულად, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სარგებლობს ძალზედ დაბალი ნდობის ხარისხით სამტრედიის მოსახლეობაში. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთად თანამშრომლობის გზით ერთად ვიზრუნებთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც სამტრედიის მოსახლეობაში არსებობს. მე არ ყოფილვარ სოფელში, სადაც ინფრასტრუქტურული პრობლემები არ ყოფილიყოს. არ ყოფილვარ მოსახლეობასთან შეხვედრაზე, სადაც სოციალურ პრობლემებზე არ ყოფილიყო საუბარი. არ ყოფილა შეხვედრა, სადაც უმუშევრობაზე არ ყოფილიყო საუბარი, ჯანდაცვაში არსებულ პრობლემებზე. ყველაფერს ამას უნდა მოევლოს თანმიმდევრულად, ეტაპობრივად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივი ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ჩვენ ამას აუცილებლად მალე მოვუვით. მე მინდა ვთქვა, რომ მე მყავდა ძალზედ ღირსეული ოპონენტები, ღირსეული კონკურენტები. ჩვენ რა თქმა უნდა საუბარი ჰქონდა არჩევნების შემდგომაც, მათ მე მომილოცეს გამარჯვება, მათ შორის ალბათ გაინტერესებთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმაც და რა თქმა უნდა ჩვენ ერთმანეთს აღვთქვით თანამშრომლობა. ოფიციალურად პარლამენტის მხრიდან ჩემი უფლებამოსილების ცნობა სავარაუდოდ მოხდება დაახლოებით ერთ კვირაში. მას შემდეგ რაც ეს მოხდება, მე უკვე საშუალება მექნება, რომ მოვახდინო სამტრედიაში ბიუროს ფორმირება, მაჟორიტარის ბიუროს ფორმირება. ბიურო რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დამეხმარება იმაში, რომ ყველა ის პრობლემა მოსახლეობაში არსებული რამე კონკრეტული განცხადებები, საჩუქრები თუ კი არსებობს, რა თქმა უნდა, ჩემთვის ბიუროს საშუალებით ყველაფერი ამის შესახებ ცნობილი გახდება. იმავდროულად რა თქმა უნდა მეც მექნება მოსახლეობასთან შეხვედრები და ძალიან მალე ეს უკვე ფორმალობის საკითხი არის, სულ რამდენიმე დღეში უკვე ოფიციალურად მოხდება ჩემი პარლამენტარული ცნობა.
სამტრედიაში ყოფნისას რადიო ძველი ქალაქი ასევე შეხვდა მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი კახიანის აქტიურ მხარდამჭერს, საარჩევნო კამპანიაში ჩართულ იმედა გოგავას, რომელიც დღეს რაიონის საკრებულოს დეპუტატია და რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი. შუალედური არჩევნები სამტრედიაში წინა არჩევნებისგან განსხვავებით აბსოლუტურად სამართლიან გარემოში ჩატარდა, კონკურენტუნარიანი გარემო იყო და მე ვთვლი რომ საკმაოდ ხალხის მხრიდან იყო დაინტერესება საკმაოდ მაღალი დოზით. რამე თუ 48 საერთოდ ჯამში სამტრედიაში მოდის 20-21000 ამომრჩეველი. საშუალოდ, თუ არ ვიგულისხმებთ წინა არჩევნებზე მოვიდა 31000, იყო რეკორდი სამტრედიისთვის და ეხლაც მოვიდა ანალოგიურად 20-21000 ამომრჩეველი, ანუ საკმაოდ რაოდენობა სამტრედიელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა ყოფილიყვნენ აქტიურები ამ არჩევნებისთვის და მათ უნდა მიეცათ ხმა არა მარტო ქვეყნის მომავლისთვის, არამედ ამ ქალაქის მომავლისთვის. თვლით რომ ის 82%, რაც გიორგი კახიანმა მიიღო, ეს იყო აბსოლუტურად გამოხატულება ხალხის თუ რა უნდა ხალხს, თუ როგორ უნდა სამტრედიელებს შეცვალონ სამტრედია. გიორგი კახიანისგან სამტრედია პირველ რიგში ელოდება სამართლიანობის აღდგენას ამ რაიონში. არის უამრავი ფაქტი, უამრავი გადაცნობა წინა ხელისუფლების და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერს დაერქმევა საკუთარი სახელი. გიორგი კახიანისგან სამტრედიელები ელოდებიან ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რაც ამ ქალაქს აწუხებს. კერძოდ, სამტრედია უნდა გახდეს ისევ რკინიგზელთა ქალაქი. რაც ნაციონალებმა უსირცხვილოდ წაართვეს ამ ქალაქს სტატუსი დაუკარგეს. ეს ქალაქი უნდა აღიდგინოს ძველი ფუნქციას და ახალი ფუნქციაც უნდა შეიძინოს. და ყველაფერი ეს ძალიან დიდი გეგმები უკავშირდება გიორგი კახიანს და მე ვფიქრობ, რომ გიორგი კახიანი არის იქნება ის მაჟორიტარი, რომელიც ყველაფერ ამას მაქსიმალურად შეეცდება ყველაფერი რომ გააკეთოს. რამე თუ ჩვენ ყავს კახა კალაძე სამტრედიაში, ყავს კიდევ ოთარ ჩრდილელი მაჟორიტარი და მე ვფიქრობ ეს ტრიო საკმაოდ ძლიერი ტრიო იქნება. ემზარ შუბლაძე არის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე სამტრედიაში. ემზარ შუბლაძე პარალელურად არის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ახლა. მე რამდენადაც ვიცი, მიულოცა მან გამარჯვებულს გამარჯვება გიორგი კახიანს. მე ვთვლი რომ მე მაგალითად რომ ვიყო მის ადგილას დავწერდი განცხადება და საკრებულოდან წავიდოდი და ოპოზიციაში ზუსტად იმას კვოტას დავიკავებდი, რა კვოტაც სამტრედიელებმა მას მიცეს, ანუ 18%. აქედან გამომდინარე მე ველოდები მისგან და მისი თანაგუნდელებისგან, რომ ისინი ადეკვატურად შეაფასებენ სიტუაციას და იმ რეალობას, რაც დღეს სამტრედიაში არის და ამ ქვეყანაში არის და მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. სამტრედიაში დაცმოძრაობა არ დამთავრებულა, თუმცა აშკარა ნიშნები არის იმისკენ, რომ სამტრედია უკვე ნაცმოძრაობის არ არის. სამტრედიაში შემორჩა ნაგელეჯები ნაცმოძრაობის, პატარ-პატარა კუნძულები, რომლებიც პირველსავე შეტევებზე მე ვფიქრობ, რომ დაიშლებიან მარტივმამრავლებად. მომდევნო გასვლა და შესაბამისად ინტერვიუს ჩაწერაც გადამღებ ჯგუფს ბაღდათის რაიონში ჰქონდა, სადაც ვიდრე ამავე რაიონის დეპუტატს პაატა კიკნაველიძეს მივაგნებდით, რომელსაც ტელეფონი გამართული ჰქონდა და ადგილსამყოფელის დადგენა გაგვიჭირდა, მანამდე მაჟორიტარი დეპუტატის საარჩევნო შტაბის უფროსი ავთანდილ ჩიქვინიძე მოვიძიეთ და პირველი კომენტარიც მისგან ავიღეთ. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებმა ჩაიარა ბაღდათს და ბაღდათლებს რომ შეეფერება იმგვარ დარბაისლურ და მშვიდ ვითარებაში. მოლოდინი ქონდა ცხადია გამარჯვების და ასეც დასრულდა. ვერ გეტყვით კონკრეტულად ოქმების რაოდენობას, მაგრამ შეგვიძლია თქვა ერთი რამ, სამწუხაროდ ბაღდათის რაიონის საოლქო საარჩევნო კომისია ჯერ ისევ ნაციონალური მოძრაობის ფავორიტ კომისიას წარმოადგენს და მათი დამოკიდებულებაც აი ამ არჩევნების მიმართ კონკრეტულად ჩვენი კანდიდატის პაატა კიკნაველიძის და მისი საარჩევნო შტაბის მიმართ იყო გვარიანად ტენდენციური, რამაც თავი იჩინა არჩევნების დღეს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდებოდა 1000 გვარი ინფორმაციები თითქოს და არჩევნები მიმდინარეობდა დარღვევებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ვიმეორებ, არჩევნები ჩატარდა უაღრესად მშვიდ ვითარებაში, არანაირი დარღვევები არ ყოფილა, არანაირი შენიშვნა კონკრეტული რაიმე უხეში რაიმე დარღვევების შესახებ, რომელიც გნებავთ საარჩევნო უბანში, არ აგვაქვს და ვფიქრობთ, რომ ნორმალურად ჩატარდა ყველაფერი. ბაღდათის ამორჩეველმა არჩევანი გააკეთა კეთილის სასარგებლოდ, მე ასე ვიტყოდ. მე ასე ვფიქრობ,
ჩათვალეთ ეს პირადად ჩემს სუბიექტურ პოლიტიკურ შეხედულებად. მე ასე ვფიქრობ, რომ ახლა ამჟამინდელი არჩევნები, ეს შუალედური არჩევნები და გნებად 1 ოქტომბრის არჩევნებიც იყო არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის. მე ვფიქრობ ასეთნაირად. ალბათ მოვა დრო და იმედია მალე მოვა, როცა არჩევანი ექნება ქართველ ამომრჩეველს. კარგსა და კარგს შორის, კარგსა და უკეთეს შორის. მაგრამ ჯერჯერობით ამგვარი არჩევანი, აი ამ შუალედურ არჩევანზე და 1 ოქტომბრის არჩევნებზეც ჩემის აზრით ქართველ ამომრჩეველს არ ქონია. იყო არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის. ამ არჩევნებზე ჩვენ გავაკეთეთ აღრიცხვა მოსალოდნელი რაოდენობის რაც შეიძლება მოსულიყო არჩევნებზე ამომრჩეველი და აღმოჩნდა რომ 14000-ზე ცოტა მეტი ამომრჩეველი იყო ბაღდადში. უნდა გითხრათ რომ იყო გამაოგნებელი აქტივობა, იმიტომ რომ 11000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ეს იმას ნიშნავს, რომ აი მოსალოდნელი რაოდენობიდან, მოსალოდნელი რაოდენობის ამომრჩევლებიდან უზარმაზარი პროცენტი, ასე რომ ვთქვათ, 11000-ზე მეტი ამომრჩეველი მოვიდა არჩევნებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაღდათელმა ამომრჩეველმა გააკეთა მკაფიო არჩევანი. თავისი დამოკიდებულებითაც, მე ვიტყოდი, მაღალი პოლიტიკური კულტურით დამოკიდებულებით ამ არჩევნების. ერთი რამ უნდა ვთქვა, რომ არჩევნები იყო ძალიან დაძაბული. მაგრამ სასიამოვნოა უკვე რომ იმდენად თან ამაღლდა ჩვენი ამომრჩევლების პოლიტიკური კულტურა, რომ მიუხედავად ამ დაძაბულობისა, არავის არ დაუკარგავს, არც პოლიტიკურ ძალებს და არც რიგით ამომრჩეველს არ დაუკარგავს წონასწორობა და ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ვიდრე მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კიკნაველიძეს ეძინა და საცხოვრებელ მისამართს გვიდგენდნენ, რადიო ძველმა ქალაქმა ბაღდათის ცენტრში მოსახლეობას ჩაწერა იმ პრობლემების თაობაზე, რომლის გადაჭრასაც სწორედ მაჟორიტარისგან ელიან ადგილობრივები. მე დიდად პოლიტიკაში არა ვარ ჩართული, მაგრამ მომავლის იმედი მაქვს ძალიან. ახლაც ვლაპარაკობდით, როგორი რაიონი იყო ძვირფასი, კულტურა ახლა საქართველოს არ აკლია, მაგრამ უმუშევრობა ყველაზე მეტი და თან რა სოფლები დაიცალა და სოფლებს უნდა მივაქციოთ და მიწადმოქმედებას ყურად. ახლა მე ძირითადად თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ ხანიდან ვარ სოფელი ხანი. უძვირფასესი სოფელი და იმ სოფლით მარაგდებოდა მთელი ალბათ ბაღდათი და ქუთაისიც. და ეხლა უკვე დაუმუშავებელი მიწები, მოხუცები და ახალგაზრდები აღარ არიან. რამე წარმოება თუ არ გეიხსნა, ესე აფელარი შეიძლება ჩვენ ბაღდათს. წარმოება რამე, ან საკონსერვო აღადგეს, ან ღვინის ქარხანა რამე და მაგრამ არაფერი გამოეს. სხვა პრობლემა თითქმის არაფერი არ ახავს, ინფრასტრუქტურა რაღაცად ნელ-ნელა ვითარდება. გზები კეთდება, სადაც არ არის გზები კეთდება ყველა უბანში. არის ქუჩები, რომელსაც გამოტოვებულია და ყველა კეთდება აბსოლუტურად. და წინსვლას ვხედავ. ყველაფერი კარგი უნდა გაკეთდეს. ბევრს ველოდებით კიდე გასაკეთებელი. ნუ ახლა წარმოება და უმუშევრობა ეს ძალიან დიდი პრობლემაა. უმუშევრობა ძალიან ცუდად აწევს კისერზე. ჩვენ სოფლელი ხალხი ვართ, შტოხი და ბარი არავის არ უნდა. ახალგაზრდა არ არის. წარმოება და დაწესო რამე რო იყოს ხალხი იმუშავებსა. აი იმას რომ დახმარების, სოფლის დახმარების ისინი ბარათები როა რა. სოქს არ მისვლა, გამოტოვებულია და ეგენ ზელოდება და უკვე პროცესვა უნდა იყოს, უკვე აგვიანდება. არა დაგვიანება, მაგრამ დროზე უნდა მოვიდეს და დაგვიანებული იქნება, აგვისტოში ვარ დახნავ. რა პრობლემებია და შეგვირდნენ დავხნავ, დავთესავთ, რაღაცას გავაკეთებ და დავდივარ გამგებობაში და ვივიდივარ, არა, ახლაც არა მოცებული არაფერი. აუ ზივარ აგერ ტაქსი მუშაობ და ორი კვირა კაცი არ ჩამჯერიაში. შიფში სტანილოს ხალხი ოჯახში. სტანილობენ, აბა ვერ მუშაობთ რა გავაკეთე. ყველანაირ სიკეთეს ველოდებით, იმიტომ რომ სათავეში მოგვივიდა ისეთი კარგი ხალხისთვის, ხალხის შემბრალებელი და შემცოდებელი მთავრობა, რომელიც გაუგებს. ხალხი დანიშნული არის და ჩვენ ძალიან დიდი იმედებს ვამყარებთ. ძალიან ძვირფასი წარმომადგენლები გვყავთ. რა თქმა უნდა, მეოცნები ვარ და მეოცნებებს ძალიან დიდ პარტიას ვცემ. ნაციონალებს მიწა მივაყარეთ და ბოლომდე უნდა მიეყაროს მიწა, ისინი უნდა განადგურდნენ. განა ის კი არა, პიროვნებები, იმ მათმა იცოცხლონ, გააგრძელონ ცხოვრება, მაგრამ ნახონ შემდეგ როგორ ტანჯავდნენ ხალხს და რას უშვებოდნენ და რანაირად მოქმედებდნენ, დაინახონ ის თვალით.
ბოლოს კი შესაძლებელი გახდა სოფელ დიმში გვენახა საკუთარ სახლში ბაღდათის მაჟორიტარი პაატა კიკნაველიძე და უკვე დასრულებულ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩაგვეწერა, რომლის სრულ ვერსიასაც გთავაზობ. საარჩევნო კამპანია იყო ყველაზე შვიდი და კონკურენტუნარიანი იმ არჩევნებს შორის, რაც მე მახსოვს. ყველა კანდიდატს ჰქონდა თანაბარი სასტარტო პირობები იმისათვის, რომ წარმოეჩინა თავისი პროგრამა და მიემხრო ამომრჩეველი. არც საარჩევნო კამპანიის და არც კენჭისყრის დროს რაიმე ისეთი დარღვევა, რომელიც საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე ან შედეგზე გავლენას იქონიებდა, არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება ჩემს გამარჯვებას, სიმართლე რო გითხრათ, ველოდი გამარჯვებას და დაახლოებით იმ პროცენტით, რაც საბოლოოდ დაფიქსირდა შემაჯამებელი ოქმით. ჩვენი მომხრეები აწარმოებდნენ გამოკითხვებს, რამდენჯერმე ჩატარდა გამოკითხვა და დაახლოებით ჩდებოდა ის შედეგი, რაც საბოლოოდ დაფიქსირდა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ. მთავარი პუნქტი ჩემი საარჩევნო პროგრამის ეს იყო ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის, რომ ნებისმიერი დასახლებული პუნქტის მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ თავად გადაწყვიტოს ადგილობრივი ხასიათის პრობლემები, ადგილობრივი თვითმმართველობის და ადგილობრივი ბიუჯეტის მეშვეობით, რაც დღესდღეობით არ არსებობს. თვითმმართველობა არსებობს მხოლოდ რაიონულ დონეზე და ისიც არის, ასე ვთქვათ, დეკორაციული თვითმმართველობა, რადგან მას არ გააჩნია საკმარისი საბიუჯეტო რესურსი იმისათვის, რომ დაგეგმოს და განახორციელოს ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტები. ჩემი პროგრამის ძირითადი არსი არის ის, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც თავისი მნიშვნელობით არ არის ზოგად სახელმწიფოებრივი ხასიათის და ითვლება ადგილობრივი ხასიათის პრობლემად, მისი გადაწყვეტა უნდა ხდებოდეს არა რეგიონული ან ცენტრალური დონის ხელისუფლების მიერ, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ. უმუშევრობა საერთოდ გლობალური პრობლემაა და ეს არ არის მხოლოდ ბაღდათის რაიონის ან მისი სოფლებისთვის დამახასიათებელი. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის განხორციელებაც წელს დაიწყო, მიზნად ისახავს სწორედ რეალური სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენი მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს სოფლად და აქედან გამომდინარე დასაქმების პრობლემის გადაწყვეტა თავისთავად გულისხმობს სახელმწიფო მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის და მისი მომიჯნავე დარგის, კერძოდ გადამამუშავებელი მრეწველობის. ადგილზე არსებობენ ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული ინიციატივები, გარკვეული ბიზნეს გეგმები გადამამუშავებელი მრეწველობის კუთხით, ეს ეხება როგორც საკონსერვო მრეწველობას, ისე ღვინის მრეწველობას. არსებობს აგროკრედიტების სისტემა, რომლის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსების მიღება და შემოდგომისათვის სულ ცოტა ერთი ღვინის ქარხნის სამუშაოება მაინც და ასევე საკონსერვო ქარხნის სამუშაოება. კონკურენტებისგან მივიღე მთავარი კონკურენტისგან, ნაცმოძრაობის კანდიდატისგან, ბატონი ხვიჩა წიქორიძისგან და დამოუკიდებელი კანდიდატის რომან რობაქიცისგან. მან ტელეფონი არ იცოდნენ, ან იმ დროს არ ეკეს, როცა გამორთული მქონდა. ფაქტია, რომ იმერეთის რეგიონის ორივე რაიონში, სამტრედიასა და ბაღდათში, ისევე როგორც მთელ საქართველოში გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შესაბამისად მოსახლეობა, იგივე ელექტორატი, რაც დრო გავა უფრო მომთხოვნი და პრეტენზიული იქნება. იმით იტოვებს რადიო ძველი ქალაქიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ შუალედური არჩევნების მსვლელობისას ფაქტიურად ყველა კანდიდატი თავს იკავებდა, ან არიდებდა მედია საშუალებასთან კონტაქტს, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის სრულუფლებიანი წევრები გახდებიან, მათთან გასაუბრება შეგვეძლება ამავე რადიოს პირდაპირ ეთერში და იმ პროექტების ფარგლებში, რომელსაც ძველი ქალაქი პარტნიორებთან ერთად ახორციელებს წლების მანძილზე. ამით დასრულდა კიდეც IFS-ისა და USAID-ის მხარდაჭერილი პროექტი წინა საარჩევნო დებატები რეგიონულ სადისკუსიო სივრცეში, რომელიც რადიოსგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ფორმატის დარღვევებით წარიმართა, თუმცა რაიონ და სოფელ გადამღები ჯგუფის მუშაობამ კითხვები თუ მაქსიმალურად არა მინიმალურად მაინც ამოწურა. რა შეძლებენ უკვე გადეპუტატებული გიორგი კახიანი და პაატა კიკნაველიძე საქართველოს პარლამენტიდან მშობლიური რაიონები სამტრედიისა და ბაღდათის მაცხოვრებლებისთვის გააკეთონ, ეს რადიო ძველი ქალაქის მომავალი გადაცემის თემებია.
პროექტს წინა საარჩევნო დებატები რეგიონულ სადისკუსიო სივრცეში, რომელსაც რადიო ძველი ქალაქი IFS-ისა და USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებდა უძღვებოდა ჟურნალისტი ნანა თვალაბეიშვილი. მე გემშვიდობებით ამ პროექტის ფარგლებში ალბათ მომდევნო არჩევნებამდე, ისე კი ერთგულ რადიო მსმენელს შევახსენებ, რომ ერთმანეთს ყოველ ხუთშაბათს ხვდებით 15 საათსა და 10 წუთზე თოქ-შოუში გრიფით საჯარო. შუალედური არჩევნები 2013. პოლიტიკური დებატები რადიო ძველი ქალაქის ეთერში. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იმსჯელებენ, იკამათებენ, განიხილავენ წინასაარჩევნო პროგრამებს. მოусმინეთ მათ, ვინც საქართველოს პარლამენტში შესაძლოა თქვენი ხმა იყოს. შუალედური არჩევნები 2013.